გივით არგამაძის აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა მოსამართლე ნანას ჩამათავამ რამდენიმე წუთის წინ დაასრულა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ არსებობდა რისკები, მათ შორის გივით არგამაძის განმეორებით დანაშაულის ჩადენასთან ან მიმავლასთან დაკავშირებით, ამიტომ გადაწყვიტა, რომ 10,000 ლარიანი გირაო შეეფარდებინა მისთვის. ყოფილი პოლიტიკოსი ამბობს, რომ არ არის ეს თანხა იმასთან შესაბამისობაში, გადახდის შესაძლებლობაც მას აქვს და მიიღებს გადაწყვეტილებას მომდევნო დღეებში უნდა გადაიხადოს თუ არა საერთოდ ის, თუმცა ცხადია გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება. დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე პროკურატურა ამტკიცებდა, რომ გივით არგამაძეს საზღვარგარეთ აქვს კავშირები და არ არის გამორიცხული, რომ მან საქართველოს ტერიტორია მოსალოდნელი პატიმრობის ან დიდი ფულადი სანქციის შიშით დატოვოს, თუმცა ძალიან გასაკვირი იყო პროკურორის გადაწყვეტილება, რომელმაც დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე არ მოითხოვა, რომ თუნდაც პასპორტი ჩამოერთმიათ გივით არგამაძესთვის. ჩვენ ეს კითხვა პროკურორს რა თქმა უნდა მოგვიანებით დაუსვით, თუმცა მასზე პასუხი ვერ მივიღეთ. გივით არგამაძე არის დარწმუნებული, რომ აღნიშნული კომისიის სხდომები ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ისტორია გადაიწეროს, რომ ომის დაწყება საქართველოს დაბრალდეს, ამიტომ ის ნამდვილად არ მივიდოდა ამ კომისიის სხდომაზე. ჩემთვის პროპორციული არ არის, ხა ეს გამოყვანილი თანხა 10,000 დროს შემოსავალი მაქვს პენსიის სახით ყოფილი პარლამენტარის 1000 ლარი, ხონება არა მაქვს საერთოდ, არ მერიცხება არაფერი. ანუ რაც არის ეგ არის. სახზე იყო საუბარი. ხო, რომელშიც ოღონდ ცხოვრობ ჩემი სიძედრე, ამიტომ მე იმ სახთან არანაირი ის არა, უბრალოდ გაფორმებულია. გადახდასაპირებ. ხო, ადვოკატთან შევთანხმდებით საბოლოოდ როგორ მოუწევი. ყველა დაძახებაზე გამოვცხადდი, ანუ არც მალავდი ხო საერთოდ არც ვაპირებდი ამალვას, ამიტომ არ ვიცი რა მიმალვის საფრთხეზე ელაპარაკე. რუსული დროშები არ ეფრიალებს უბრალოდ ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ. მე მგონი ეხლა ხედავთ რომ როგორ აპირებენ ამ რუსული დროშებით მოფენას მთელი ქვეყნის. ერთ-ერთი დამნაშავე ამ ომის დაწყებაში იყო რუსეთი, ეხლა ეს კომისია ცდილობს რომ ეს გადაწეროს ეს სინამდვილე, შეცვალოს რეალობა. მე ვფიქრობ, რომ თავი მიზანი აქვს, რომ ეს დასკვნა აჩუქონ პუტინს. მოცემულ შემთხვევაში შეირჩა გირაო 10,000 ლარის ოდენობით, რომელსაც მივიჩნევთ, რომ აღმოფხვრს იმ საფრთხებს, რაც მოცემულ შემთხვევაში მომდინარეობს გიორგი თარგამაძისგან. ეს იყო ერთ შემთხვევაში ახალდანაშაულის ჩადენის საფრთხე და მეორე შემთხვევაში მიმალის. ის გარემოება, რომ მას საზღვარგარეთ ყავს კავშირები, ერთ-ერთი მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს. საფუძველი არის მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი, სპეციფიკა, მის დამოკიდებულება ამ ქმედების ჩადენისადმი. ეს იყო განზრახი ქმედება, იგი პრინციპულად განზრახ არ გამოცხადა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, რომელსაც იცოდა, რომ იყოს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გათვალისწინებული. ამ წუთებში კი საქალაქო სასამართლოში იმყოფება ოპოზიციონერი ლიდერი ნიკა გვარამია, რომელიც მაგისტრატი მოსამართლის წინაშე აძლევს ჩვენებას პროკურატურას. ნიკა გვარამიასთან პროკურატურას დღეს ექნება კითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ არ მივიდა პოლიტიკოსი წულკიანის კომისიის სხდომაზე და რატომ არ გააკეთა ახსნა განმარტებები ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, რადგან სწორედ ეს იყო საკითხი, რისი მოსმენაც უნდათ დაინტერესებდათ ქართული ოცნების კომისიის წევრებს. ნიკა გვარამიასთან ჩვენ გქონდა გასაუბრების შესაძლებლობა დღევანდელი ამ გასაუბრების დაწყებამდე, გამოკითხვის დაწყებამდე და გვარამიამ ჩვენთან განმარტა კიდევ ერთხელ რა იყო მისი გადაწყვეტილების მოტივატორი მაშინ, როდესაც უარი თქვა ეგრეთ წოდებულ კომისიის სხდომაზე მისვლაზე. ის ლეგიტიმაციას არ ანიჭებს არც ამ პარლამენტს, არც იმ კომისიას, რომელსაც წულკიანი ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ ქვეყნის ღალატის ტოლფასია ის პროცესი, რომელიც საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს და ამაში ის მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. დევნას რაც შეეხება ეს ჩემს საწყპირველი იქნება და არც უკანასკნელი ველოდები ცხადია. რას ემსახურება? არაფერს უშინდელმა დღემ ცხადყო ეს, რომ ეს არის გადაფარვის მცდელობა, პროპაგანდისტული სისულელე, რომელიც ერთის მხრივ ამაზე ალაპარაკებს მთელ საზოგადოებას, ამიტომაც მიმაჩნია იქ მისვლა შეცდომად ოპოზიციონერების და მეორეს მხრივ ეს არის სამშობლოს ღალატის ნამდვილად სამშობლოს ინტერესების ღალატის შემცველი ქმედებები, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ხედავთ, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს აიმისოთ, რომ საბოლოო დასკვნა იყოს იმგვარი, რომ საქართველო იყო ომში დამნაშავე და არა რუსეთი. უკანასკნელ დღეებში განვითარებულ პროცესებს თუ გადავხედავთ, ტენდენცია ასეთია, რომ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის შემდეგ უკვე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ბრალის დადგენილებას ოფიციალურად გააცნობენ ხოლმე გენერალურ პროკურატურაში, მათ წინააღმდეგ იქნება სისხლის სამართლებრივი დევნა და სწორედ ამის მოლოდინი აქვს ნიკა გვარამიასაც.